მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. მე გიგლავარ გობეჩია, ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო პროგრამის დიდი გარღვევის ავტორი და წამყვანი. დღეს დიდ გარღვევაში დიდი გაერთიანების სტუმრებიც ყავს და მას მისლები ვართ ამავე დროს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენს მაყურებელს მივმართავ, ჩვენ ტელეკომპანია PKTV-ის, ასე ვთქვათ, პროგრამულ ჩანაწერს ვაკეთებთ, ხოლო ბატონი დავით ჭაბუკაშვილის სოციალური ქსელის სოციალური არხით პირდაპირ ეთერში ვართ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აქტიურობთ, ჩართოთ, გადააზიაროთ, დაგვისვათ შეკითხვები, შემოვიდა შეკითხვები და ნელ-ნელა გაგცემთ პასუხს. მოკლედ, დღეს ამას იქით ვიწყებთ აქტიურ მოძრაობას. პირველ რიგში წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს და უკვე თქვენთვის პრაქტიკულად 4-ვენი ნაცნობები ვართ, ხო ისე არა? დიდი გაერთიანება 30 მარტს 2025 წლის 30 მარტს უკვე შედგა პროკავშირების კულტურის სასახლეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ღირსეული დარბაისელი ხალხი შეჭაღარებული და ასე ვთქვათ გულგასენილები იმდენი პრობლემით რაც ქვეყანას შეჭაღარებული და გაჭაღარებული. შეჭაღარებულის, გაჭაღარებულის და გულგასენილი ხალხი, რომელიც 25 წელია სულ ცოტა უყურებს ამ პარტახიზაციას და პრიხვატიზაციას ქვეყნისას და ისინი ერთმანეთს უსვამენ შეკითხვას რა ვქნათ, რა გვეშველება, როგორ გადავრჩეთ, რა უთხრათ შვილებს, რა უთხრათ შვილიშვილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება. ამ ქვეყანას სხვა პატრონი არ ყავს, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ყველას, რომ ჩვენ ვართ ობოლი ერი, იმერთი ცნობილი კლასიკოსი მწერლის არგოს, ობოლი ერი, რომ ჩვენი პატრონი არავინ არ არის, ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენს თავს და მე მგონი ზუსტად ის ჟამი გვიდგება, როცა ქართველებს ამბობენ, კედელთან მიყენებული ქართველის გონება და გამჭრიახობა მოგცეთ ბატონებო. მე მგონი აქამდე მივედით. მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დიდი გაერთიანება შედგა, დამფუძნებელი შეკრება შედგა. მართალია ეს არ წარმოადგენდა სრულად საქართველოს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ და სწორედ ამ საკითხზეც ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში, ჩვენ ძვირფას სტუმრებთან ერთად, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, ზოგადად შევაჯამებთ 30 მარტის ღონისძიებას და ასე შემდეგ. მე ხა წარმოგიდგენთ ქართველთა დიდი გაერთიანების, რომელიც უკვე შედგა, საზოგადოებად ჩამოყალიბდა, ხას უსვამს საზოგადოებად და რათა შეგვიძლია პარტიადეს ჩვენი საერთო დათქმა და თხოვნა საზოგადოებისადმი. ჩვენ ვართ დიდი გაერთიანება და აქ ყველასთვის ღია ადგილი, გარდა იმათი, რომელთაც 55 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს ტყვია ესროლეს. ხომ მეთანხმებით ბატონებო? წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ბატონი დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი, ექსპერტი, პროფესორი, თქვენ მას ძალიან კარგად ისნობთ, ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, მოძრაობა საქართველოს შვილების დამფუძნებელი, ცნობილი ექიმი და კლინიკის ხელმძღვანელი და ბატონი დავით ჭაბუკაშვილი, ასევე ცნობილი მხატვარი, ხელოვანი, შემოქმედი, საქართველოს ჰელსინკის კავშირის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი და თქვენი მონამორჩილი გიგლაგოვიჩი ამ შემთხვევაში წამყვანიც და ერთ-ერთი ინიციატორი ამ 4-ეულის აი ამ დიდი გაერთიანების. მოგესალმებით, ჩემო ბატონებო, კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. დავიწყოთ რითი? შეჯამებით, რა თქმა უნდა. მოკლედ შევაჯამოთ, ბატონებო, თქვენგან დავიწყებ და ყველას რა თქმა უნდა მოგცემ სიტყვას. შევაჯამოთ 30 მარტის ხტომა და მე მოლოდინებზე და გეგმებზე ნელა გავუზიაროთ. მოგესალმებით. თავი რა მოხდა, ჩვენ სრულიად შეგდებულად 4-მა ინიციატორმა ჩვენთვის უახლოეს ადამიანებსაც კი არ მივმართეთ, არ შევთავაზეთ რომ მოსულიყო აქ, იმიტომ რომ თვითონ ეს მოძრაობა არ მოითხოვს რეკლამირებას და არ მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ვინმეს ვთხოვდეთ აქ მოსვლას. მოვიდა ის ხალხი, ძალიან ბევრი ვერ მოვიდა, გასაგები მიზეზების გამო, ბევრმა მომწერა, ბევრი საზღვარგარეთა და ჩვენ საშუალება შევქმნით, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ენახა ეს გადაცემა, იყო ემოცია. მე მინდა სწორი განმარტებები გავაკეთო, ემოცია იქნებოდა, არაფერი არ გაფილტრულა, არაფერი არ შეგვიზღუდია, იმიტომ რომ ადამიანებს უჭირთ ის ყოფა, რომელიც არის, ისინი
ითხოვენ იმის გასწორებას, რაც დანაშაულის გზით არის განადგურებული და ქართული სახელმწიფო დამხობილი იქნა 1992 წელს. სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანი მოვიდა, ზოგი რასელოდა, ჩვენ ზუსტად ჩამოვაყალიბეთ, ეს იყო პირველი შეხვედრა, აქ უნდა გაცხადებულიყო, რომ ასეთი რამ შედგა, ჩვენ გამოვაცხადეთ მთავარი მიზანი, თუ საქართველოში პოლიტიკური ძალები, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ ქვეყნის განვითარების გზაზე გაყვანას, ქვეყანა კრიზისშია, ყოველ დღე უკვე 100 დღეზე მეტია მიტინგები მიდის, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია ზის, საშინაო მდგომარეობა ცუდია, მიგრაცია კატასტროფულია, რამ შეიძლება შეცვალოს ეს? პარტიები არ იქნან დაშვებული არჩევნებზე, ესე იგი ეს გზა არის აბსოლუტურად წამგებიანი გზა და დაასრულებს უდიდეს ტრაგედიას, რომელიც საქართველოს ელოდება. მთავარი მიზანი ქართველთა დიდი გაერთიანებას არის ქართველების ერთად დგომა, განსაგებია ყველას, არ ექნება ამის სურვილი, ჩვენ გვინდება განსაკუთრებით შემართული, განსაკუთრებით საკუთარი ქვეყნის მოყვარული კაცი, რომელიც მზად არის მოქმედებისთვის, ძალა უნდა ჩამოყალიბდეს ქართველი ხალხის ძალას, გაერთიანებულ ქართველებს წინ ვერავინ აღუდგება, რადგან ეს ძალა მოითხოვს არა მარტო კონსტიტუციური წყობის აღდგენას, არამედ მოითხოვს საშინაო საგარეო პოლიტიკას, მოითხოვს წესიერ საარჩევნო კანონს, მოითხოვს წესიერ არჩევნებს და ასე შემდეგ. ყველანაირი დასმა საკითხისა იქნება უბრალოდ ფორმალობა, თუ ამის უკან არ დგას ძალა. პოლიტიკაში ან ხარ ძალა და რაგი პარტიებს ძალა აღმოაჩნდა, ეს უნდა აღმოაჩნდეს ქართველ ხალხს, მის გაერთიანებას, რაც შეეხება პროგრამებს. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია შემუშავებულია, ვინც ცოტა უკმაყოფილოდ არჩით, რომ ჩვენ კონკრეტულ გეგმებზე უნდა გვიკეთებინა, კიდე გეუბნებით დღევანდელ მდგომარეობაში. ჩვენ პირველ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობა როგორ უნდა იყოს მოწყობილი, მრეწველობა როგორ უნდა იყოს, ამაზე რო გვესაუბრა, სერიოზული არ იქნებოდა. მე ყველას გიწევთ ჩემთან, ჩემი ტელეფონი ცნობილია, მობძადით, მესტუმრეთ, გაჩვენებთ ტომებს, ეს არის მეცნიერული ნაშრომი, ეს არის ფორმულები, გრაფიკები, გათვლები, ცხრილები, ეს არ არის ტელევიზიის სასაუბრო დღევანდელ სიტუაციაში. ქართველები აიკრიბებიან, ჩვენ ვიწყებთ აღდგომის შემდეგ რეგიონებში გასვლას, ყველგან იქნება რეგიონალური ცენტრი, უკვე გვერდი შეიქმნა Facebook-ზე და ყველა შეგეძლებათ მსურველს გაწევრიანდეთ ამ გვერდზე და ჩვენ გაერთიანებულობაში მყოფი ადამიანები ყოველდღიურ კავშირზე ვიყოთ ერთმანეთთან, ამიტომ არაფერი არ მიდის გაუთვლელად. ყველაფერი და ყველანაირი აწოდილია, გათვლილია, გააზრებულია. ნუ გააღიზიანებს ვინმე ჩვენი მოქალაქეების ის ტონი, რომელიც თქვენ ზოგიერთ გამოსვლაში მოისმინეთ, ბუნებრივია. ასეა 32 წელია ქართველი დაამცირეს, ქართველი შეურაცხყვეს, ქართველი გააღარიბეს, ქართველთა დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ იძულებით გახდა, რომ წასულიყო და ამ სიტუაციას ჭირდება გასწორება. სხვა გზა რომ არსებობდეს, ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ იმ ასაკში, როდესაც შეიძლება ემოციის დონეზე გადადგა ნაბიჯი. სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ჩვენ ერთმანეთში ვსაუბრობდით და პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ არა ეს უკიდურესი მდგომარეობა, ჩვენ რატომ უნდა გამოგვეჩინა ინიციატივა, რომელიმე ჩვენსაგან საქმე აკლია, უშევარია, რაღაც ესე იგი განსაკუთრებული პრობლემა, არა, მაგრამ ამის არ გაკეთება იქნება ქვეყნის წინაშე დანაშაული. ამიტომ სწორად გაიგეთ ყველაფერი,
რაც მე ჩემს გამოსვლაში თქვი გავიმეორებ ჩვენ ყველას დავანახებ მათ შორის ურწმუნოებს მათ შორის მოხარულებს იმისა რომ ამათ არაფერი გამოუვა გავიგეთ რა ესე იგი ქართველს უხარია რომ ქართველები შეიკრიბნენ რომ ამ ჭაობიდან გამოვიდნენ და ამათ არაფერი გამოუვა ნეხში იქნები და დაკარგავთ ამ ქვეყანას ქართველებს ყველაფერი გამოუვა ბატონო გემურ ქართველს არ უხარია ეგ ქართული გვარით მოსიარულე მტერში შეიძლება ასეთ იყოს ნახეთ ჩვენ ვანახებთ ყველას რომ ქართველებს ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით ყოფნა შეუძლიათ გაერთიანება შეუძლიათ იმიტომ რომ ეს გაერთიანება ვინმეს კარიერისტულ ინტერესებს კი არ ემსახურება არამედ ამ ქვეყნის მომავალზეა საუბარი ხასუსამ ოფიციალურმა სტატისტიკამ მოგვცა გასული წლის მონაცემი საქართველოს დატოვა 253,000 კაცმა ეხლა თუ ვინმეს გონება შეგიძლიათ მე არ მოგწონვართ პიროვნულად ბატონი გიგლა არ მოგწონთ ბატონი დავითი არ მოგწონთ ბატონი ზაქარია არ მოგწონთ დიდი ბოდიში მაგრამ არჩილი არ მოგწონთ არც ამ ქვეყნის გაყვანა არ მოგწონთ იმაზე რა კი ჩვენ ავიღეთ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა კოლოსალური ტვირთი ჩვენ და ამიტომ ყველაფერი სწორად გათვალეთ მოგწერეთ თუ რაიმე შეკითხვა გინდა მობრძანდით სასაუბროდ და სოციალურ ქსელში ნუ შექმნით ისეთ მდგომარეობას როცა რამდენიმე ხნის შემდეგ თქვენი ჩანაწერისა თქვენვე შეგწევათ კიდე გეუბნებით ჩვენ ხო პარტია არა ვართ ჩვენ პარტია არ გვაინტერესებს პარტიებს თავისი დღის წესრიგი აქვს და გააკეთონ თავისი საქმე ჩვენ არც ერთ პარტიასთან არ შევდივართ არც დისკუსიაში არც ჩვენ არ გვაინტერესებს მათი მსოფლმხედველობები გაეკეთებინათ საქმე რაც მიიყვანენ 2025 წელია 1992-დან მოყოლება 92 წლის შემდეგ ქრისტეს ასაკი მას შემდეგ რაც კატასტროფა მოხდა გაეკეთებინათ და მაგრამ არის ერთი რამ მიზნები უნდა გწოდნოდაო ვიღაცებმა თქვენს ხო თავარი მიზანი ქვეყანა არის კრიზისში საქართველოს რომ კრიზისიდან გამოვიდეს კრიზისი გლობალურად უნდა გადაწყდეს კრიზისის ფუძე დევს სახელმწიფოს დამხობაში 1992 წელს მიღებულია კანონქვემდებარე აქტები რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალება მე როგორც პარლამენტის წევრი თავის დროზე ხმა მაქვს მიცემული იმაში რომ 92 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება ამიტომ კონკრეტიკა ვისაც აინტერესებს თავარი არის კრიზისი გადაწყდეს გლობალურად და ეს გადაწყდა არის ძალიან კონკრეტული გზით მხოლოდ ქართველთა გაერთიანებას ძალად ქცეულ შეუძლია აიძულოს ყველა პოლიტიკური ძალა მათ შორის ხელისუფლება სიმბოლურად და სამართლებრივად და პოლიტიკურად აღდგენილი იქნება წინა ლეგიტიმური და კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება არაფერი არ იცვლება ქვეყანაში დღევანდელი რაც არის დროებით აგრძელებს საქმიანობას სანამ ჩვენ საერთო დანიშნულ არჩევნებზე არ გავავთ მანამდე გაერთიანებული ქართული საზოგადოება ქართველი ხალხი ყველა პოლიტიკურ პარტიას ვინც აღიარებს რომ ქართული სახელმწიფო არის ხელუხლებელი ქართული კულტურა ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე უნდა ვითარდებოდეს და უნდა ვითარდებოდეს საკუთარი წიაღი და ამომავალი აღმავალი ტრაექტორი ჩვენი ენა და ამ სამს აზრი არ იქნება თუ ქართველი ხალხი მისი ინტელექტუალური დონე ქვეყანაში არ გაიზარდა ეს არ გახდა ბატონ პატრონი მთელი ამ ყველაფრისა და აქ შეიძლება წარმოიყვანოს საკითხი შეიძლება ლიბერალურმა პარტიამ, სოციალისტურმა პარტიამ, კონსერვატულურმა პარტიამ ყველა თქვას, რომ ესენი ყველაფერი ჩვენთვისაც ძვირფასია, მაგრამ მე ამას გავაკეთებ ლიბერალური გზით, მე გავაკეთებ კონსერვატული, ვიღაც ითქმის მე ლეიბორისტული გზით. მოდი გავეჯიბროთ შეთანხმებულ რეჟიმში ერთმანეთს, ვიღაცას არ გამოუვა, სხვა გააგრძელებს, იმას არ გამოუვა, ახალი გაჩნდება და ასე შემდეგ. ესე იგი
თავარი გასაგებია თუ ხელისუფლება ამაზე ვერ წამოვა და წამოვა ქართველების გაერთიანებას ვერ დაუპირისპირდება იგი შეიძლება დროებით მოახერხოს რომ ის კრიზისი რომელსაც ის უკვე სამ თვეზე მეტია ვერ უვლის თელი მსოფლიო უყურებს ამას რომ ყოველდღე რუსთაველზე და გვიშინ კიდე ლამის პეტარდები და როგორ ვერ უვლის ეგზეკუციებით დიახ მაგრამ მაგ არა ესე იგი თუ მინდა რომ გადაწყდეს პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს პოლიტიკა კი არის შეთანხმება აი ჩვენ დავსახეთ გზა არ გჯერებენ დღეს და არ გაგიწევენ ანგარიშს და არ გააკეთებენ ამას იმიტომ რომ მათ გამაწონასწორებელი ქართველი ხალხის მხრიდან გაერთიანებული ძალა არ აიძულებს რომელი ქართველი შეიძლება იყოს იმის წინააღმდეგი რომ ჩვენმა გაერთიანებულმა ხალხმა აიძულოს ყველა პოლიტიკური პარტია სადმე ცნობილ ციხესიმაგრეში დაჯდნენ მგვალი მაგეთის ირგვლივ და შეთანხმდეს იმ თავარზე რასაც გეუბნებიან მანახეთ ერთი ქართველი რომელიც იტყვის რომ ეს არ არის კარგი ამ შეთანხმების შემდეგ ახლად არჩეული მთავრობა ჩამოიღებს ყველა მტვერიან საქმეს რომელიც პროკურატურაში დევს გასამართლების გზით სასამართლო გზით რაც დაიჯდა ექვემდებარება დაიჯდება რაც არ ექვემდებარება სასამართლო გზით დაიჯდა სამინისტრირებული იქნება და ჩვენ ცარიელი ფურცლიდან დავიწყებთ სუფთად დავიწყებთ და რატო ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს მომავალს და ეს სახელმწიფო იმიტომ ჭირდება რომ ჩვენ ქართველი ხალხის მომავალი უზრუნველყოთ ამ ქვეყანაში არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი დიახ ესპანეთში გამანადგურებელი სამოქალაქო ომის შემდეგ ესპანეთის პოლიტიკურ ძალებს ეყოთ იმხელა პასუხისგებლობა ესპანეთის მომავლისთვის რომ ადმენ და ცნობილ ციხესიმაგრეში მოუწყდნენ მაგიდას და გააკეთეს შეთანხმება როგორი უნდა იყოს პოლიტიკური თამაშის წესები შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ენდოს საღი ნორმალური ადამიანი რომელიც ყოველდღე თავის საკანალიზაციო ტელევიზიებით აგინებს მეორე პოლიტიკურ პარტიას ლამის ზიზღამდეა გოგმის მთხოვამდეა მისული ყველაფერი ეს პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღარ კეთდება იმიტომ მათ ერთმანეთთან დიალოგიც კი არ აქვს ესე იგი ქართველი ხალხის გაერთიანება იქნება ის ძალა რომელიც აიძულებს ამ პარტიებს და ჩვენ გაერთიანებული ქართველები ბოიკოტს გამოუცხადებთ ყველა იმ პარტიას ვინც შეეწინააღმდეგება ქვეყნის მომავალ და ქართველი ხალხის მომავალ აი ზე ამოცანა აი კოლოსალური სირთულის ამოცანა პროფესიული თვალსაზრისით როგორი უნდა იყოს ეკონომიკა როგორი უნდა იყოს სოციალური სფერო განათლება ჯანმრთელობის დაცვა და ასე შემდეგ ყველაფერი არის ბრწყინვალედ გაკეთებული და ჩვენ აქამდე მივართ მაგრამ ამაზე დავიწყებთ საუბარს მათ შემდეგ რაც შედგება ქართველთა დიდი გაერთიანება 30 მარტს მოხდა დაფუძნებელი კრების მეშვეობით ამის აღიარება დანარჩენი უკვე სამუშაოა და ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ ყოველდღიურად. დიდი მადლობა. ბატონ ზაქარია, გთხოვთ. მოგესალმებით ძვირფასებო. ბატონმა დემურმა აქ ახსენა რომ აგერ პარტიული ურთიერთშემოხლა მიმდინარეობს საქართველოში. და საერთოდ ერთი მომენტი მინდა გითხრათ. 12-13 წლის წინ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ძალიან უცნაური განცხადებით. ჩვენ ვაცხადებთ კოჰაბიტაცია და ქართულ ოცნებას ეს კოჰაბიტირებული ორგანიზაცია არ დაემორჩილა. დაემხო თავს. კოჰაბიტაცია ნიშნავს ურთიერთზედდებას ნიშნავს ეს ფიზიკის ტერმინია კოჰერენცია ქვია სინამდვილეში მას და ანუ ტალღათა ერთმანეთთან ზედდებას და ერთმანეთის გაძლიერებას ნიშნავს მან დაანონსა ეს მაგრამ რატომღაც ეს კოჰაბიტირებული ფენა არ დაემორჩილა
იქამდე მივიდა ქართული ოცნება თავის დროზე, რომ მან თქვა ერთი საოცარი ფრაზა, შუა უნდა გაიკრიფოსო. ანუ მე და ჩემი საყვარელი უნდა დავჭერთო. დღეს ეს საყვარელი ეომება და მას ამ საყვარელს სჯის. სჯის. იმიტომ რომ ვერ გაიმორჩილა 13 წელიწადი. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლას. კოჰაბიტაცია მოიაზრებდა იმას, რომ 2016 წელს ამათ უნდა დაეთმოთ სიტუაცია და ახლა ისეთი უნდა მოსულიყო. და მაშინ შუა მართლა გაკრეფილი იქნებოდა და კრება დარჩებოდა მხიარული. არ მოხდა. მოლოდინში ვიქნებოდა. ქართულმა ოცნებამ ამ კოჰაბიტაციით ერთი კარგი საქმე გაუკეთა ქართულ ხალხს. რომ ეს პერმანენტული სიგიჟე შეწყდა. და შეწყვიტა რამ? სკავების სიყვარულმა. ქართულმა საოცარმა ბუნებამ. რომ აქედან არ გადმომსვა. სულ ყოველთვის ვამბობდი ჩემო ძვირფასებო. 22 წლის მანძილზე არც ერთი მიტინგი არ გამართულა გაუმართოს დამოუკიდებელ საქართველოს ესეთი ლოზუნგით. არც ერთი მიტინგი არ გამართულა და სადაც იტყოდნენ ხალხს მიმართავდნენ მამულიშვილნო. კი ბატონო. ყველა მიტინგზე შეკითხები გამლეს და ვინ ხარ შენ და პატრიოტი ვარ. პატრიოტი ნიშნავს მამის მიმდევარს. სულგანსხვავებული ცნება მამულიშვილობისგან. მამულიშვილობა ტერიტორიის სიყვარულს განსაზღვრავს პირველ რიგში. და პატრიოტი ნიშნავს მამის მიმდევარს. მამა თუ თახსირია, შვილი რა გამოდის? მამის მიმდევარი. თახსიროvichi. ხო. აქედან გამომდინარე, აღირია საერთოდ ეს უცხო სიტყვათა ჩვენა წამოვიდა, ხალხი გაურკვეველია. ორიენტაცია წამოვიდა საოცარი, რომ ვინ არის ვეღარ არკვევს, მაგრამ ყველას უნდა თავისუფლება და რო შეეკითხო რა არის თავისუფლება. ყველას უნდა რასაც ვერ მინდა იმას გავაკეთო. არა ძვირფასებო. თავისუფლება ყველაზე დიდი ბორკილია მამულიშვილისთვის. ზუსტად. 9 აპრილს, ახლა მოდის 9 აპრილი. ადამიანები თავისი სურვილების გამო კი არ იბრძოდნენ, არამედ თავიანთი უფლებები უკიდურესად სიკვდილამდე შეზღუდეს. ეს ყველაზე დიდი უფლება, რასაც სიცოცხლის უფლება ქვია, მათ შეზღუდეს, თავი გაწიდეს. ეს ყველას პირზე აკერია მართლა გმირი ადამიანის, რომელსაც ერთ სიტყვა ვერ დაათქმევინეს და სამშობლოს დროშაზე ვერ დაათქმევინეს ფეხი, ანწუხელიძის. ანწუხელიძე აკერია ყველას პირზე. ვარი ჩემო ძვირფასებო გულებს ჩავიხედოთ. ვის შეუძლია ამის გმირობის გატანა? ვის შეუძლია იმისთანა გმირობის გაწევა, რაც დაუშვათ ზეად გამსახურდიან სიკვდილამდე გააკეთა. ხელი არ მოაწერა გადადგომას, ეს ნიშნავდა ლეგიტიმაციას ამ მთავრობის. ყველა ძვალი დამტვრეული კონდათ ჩვენ გადაცემა გვაქვს ამაზე ჩაწერილი, ბატონი არა სახელსა და გვარს არ ვიტყვი, თუმცა ეს არა. რომელიც გეუბნა მე ჩავაცვი გროზნოში ამ კაცს. ბატონო. და ხელები ისე დამყვებოდა თითქოს სახსარი 30 წელი ქონდა თითო ხელზე. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რა გაიარა იმ მონაკვეთში, როდესაც მას კლავდნენ. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ თუ რომელიმე ტკბილი რვას ტკივდება ზოგიერთ ჩვენგანს, ვაი დედას ყვინილი შეიძლება მოირბინოს მთელი უბანი, რომ იქნება სადღაც სანალგინი ნახოს ან ციტრამო. საშველი არ საიდა და კაცს კლავდა. მე მინდა თქვენ მოგილოცოთ, დღეს არის ზეად გამსახურდიას დაბადების დღე. თუშინ. იყო ზეადის დაბადების დღე და ესაც სიმბოლურია, რომ მის დაბადების დღის წინა დღეს დაარსდა ჩვენი ეს ერთობა. და მისი დაბადების შემდგომ დღეს გაერთიანება.
ძალიან ბევრმა გუში ჩვენ როდესაც ამ შეხვედრას მართავდით, ბევრმა წერილიც მოიწერა და ბევრმა გითხრა კიდევაც, რომ ხო, კაი, შევიკრიბეთ და მერე რა. შევიკრიბეთ. ის ხო ზღვაში წესია. ჩვენ 1000 კაციან დარბაზში შევავსეთ თითქმის. დაახლოებით ჩემი გათვლით, იქ გადავხედე 850 კაცთან თუ არა 800 კაცი მაინც ვიჭერთ, ეს დიდი შედეგია. დიდი მადლობა თქვენ ვინც მოგზავნით. დიდი მადლობა მათ, ვისაც მოგეჩქარებოდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხვედით. მაგრამ სად არის საქართველო? ნუ თუ ესე გაცივდა ქართული სისხლი ქართულ ძაღლებში. სად ხართ ჩემო ძვირფასებო? ჩვენ თქვენს საძებნელად მოვდივართ ხელის ცეცებით და თითოეული უნდა გიპოვოთ. რა გეგმებზე მელაპარაკებით, რა გეგმა რო შესრულდება რაღაცა, მერე მოხვალ. თუ შესრულდა ის გეგმა, მერე გინდმოსულ ხარ და გინდა რა. ქუძე კაცია დღეს საქართველოში დასაბარებელი ქართველთა დიდ გაერთიანებაში. არ არის ეს პოლიტიკური პარტია. ნუ გეშინიათ და ნუ ხართ აცრილები გაერთიანებებზე. საქართველოს ეროვნული მოძრაობა იწყებს სულის ამოთქმას. იწყება დღეს მისი რეანიმირება. მოგწამით. და პირადად მე გეუბნებით. თუ ამ მოძრაობას უღალატ, აი თქვენს წინაშე პირობას. თუ ამ მოძრაობას შიღალაც დაინახავთ ჩემი მხრით. მე ჩემი ხელით სიცოცხლეს მოვისწრაფებ. აი ასეთი თავგანწირულები მოვდივართ. ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული. არც სამშობლოს უღალატებთ და მით უმეტეს ერთმანეთს. და ბოლომდე მივიღოთ ამ დიდ იდეას. აუცილებლად. სხვა გზა საქართველოს დარჩენილი არ არის. სხვა ბატონო დემონმა. ჩვენ გავწყდებით. ეხლა საქართველოს მოსახლეობა დაამსგავსეს კუთხეში მიყენებულ დიდ დევს, რომელსაც გასახანს არსად არ უტევებენ და დაგამტრევთ ეს დევი. დაგამტრევთ. გაფრთხილდით, შვიდად იყავით და ქართველ ხალხს მოусმინეთ. აი მას თავრობას ვეუბნები. დიდი მადლობა. ბატონო ზაქარია, ერთხელ მეც ვიტყვი, ერთი ცხიათ უნდა ვთქვა, ჩვენ იყო რაღაც პრეტენზიები, რომ ზვიადისტები ხომ არ არიანო, აქო უფრო მეტიო. ქართველი ვარ, ზვიადისტობაზე დიდი არ არის. ეხლა კარგად გაიგონეთ ჩემი პირადი შეხედულება, თუმცა იგივე. ქართველება ჯობს 1000-ჯერ ახსენონ მერან კოსტავას და ზვიად გამსახურდია სახელი, ვიდრე ერთხელ ახსენონ მიშა სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. აგა შენ ადგმერთ. გასაგებია თქვენთვის. თუ არ არის გასაგები. ქართული იდეისთვის 88 წლიდან დაწყებული ამ ორი კაცის გვერდით უამრავი ღირსეული ქართველი იბრძოდა. ვინ არის ახლა? აი ბატონ ზვიადის გვერდით იბრძოდეს ზვიადისტია ეს? დაუგავს ამაზრის ქართველია, რომელიც მზად არის მოკვდეს და აგვისაც უყურებთ. ისტი რა არის სწორად ითხრას. აქ უბრალო ხალხი არ არის შეკრებილი, რომელსაც რაღაცა უნდა. არაფერი არ გვინდა. ჩვენ ეს ქვეყანა სამშობლო გვინდა. ის რასაც თქვენ ზვიადისტებს უწოდებთ, რომელიც შემდეგ ვიშისტები გახდნენ, რომლებიც შემდეგ ბიზნესისტები გახდნენ, მათ ეროვნულ საქმესთან ზვიად გამსახურდიან. იდეა სულ მათ იდეა არ გააჩნდა და მეტროები შეულებრივად და კარგად დაიმახსოვრეთ, ქართველების გაერთიანება აუცილებლად მოხდება. ეროვნულ მოძრაობაში ღირსეული ხალხი ბევრი იყო და ისინი ამ მოძრაობაში იქნებიან. შემდეგ პერიოდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანები, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ემიგრანტების
აქტიურობა შესანიშნავი ახალგაზრდებია, შესანიშნავი ქალბატონებია და მამაკაცები არიან, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ამისთვის. მე შემდეგ შეხვედრებზე გავახმიანებ ზოგიერთ წინადადებას, ეხლა უბრალოდ მოკლე ინფორმაციული გადაცემა გვაქვს. ამიტომ სწორად გაანალიზეთ ჩვენი ფილტრი გვეშლება, როგორ გავაკეთოთ და ვიღაც ესე იგი ისეთი დახვეწილი საკითხი, რომელიც მთავრობის აფერისტია, ის გამოვიყვანოთ ტრიბუნაზე და გულანთებული ქართველს შევთვალოთ, რომ ეს მეორე ხარისხოვანია, არაფერი შეგეშალოთ. აი, სწორად გაანალიზეთ ყველაფერი გამოთვლილი გაქვს, ყველაფერი გამიზრულია და ყველაფერი ისე გაკეთდება. გთხოვთ ბატონო დავით. Ну, ვიდრე ახლა მაინც აინტერესებს, ვიდრე მცირე ორგანიზაციული მასე, მცირე ინფორმაციას მივაწყდე, მაინც შევეხები გუშინწინდელ და გუშინდელ აბებს, გაერთიანების დღეს და შემდეგ გუშინდელ დღეს. მე სიმართლე გითხრათ, მაინც კმაყოფილი დავრჩი, განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი. ამ შეხვედრაზე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებზე კიდევ ერთხელ ვუხდით, მადლობა. ყველა რეგიონი იყო, კი, აბსოლუტურად და აფხაზეთიდანაც კი იყვნენ. ეს ძალიან სერიოზული აქტი იყო უკვე. გარიდან ჩამოვიდა. და წარმოიდგინეთ, თქვენ თბილისმა უფრო მოიკოჭა შედარებით, მაგრამ Facebook-იდან გამომდინარე, რომ შენ 800 და ის 800 კაცი მოგივიდეს პირველივე შეკრებაზე. ეს უკვე არავინ არ დაგვიპატიჟებს, არავინ აბსოლუტურია, თავისინებით უნდა მოსულიყვნენ. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ უკვე მომწიფდა ის, რომ ქართულ ხალხს აღარ უნდა ამ ჭაობში ყოფნა და უნდა გაერთიანება და ამ ჭაობიდან ამოსვლა. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, მე პირველ რიგში მინდა გადავუხადო დიდი მადლობა გიორგი კალანდიას, რომელიც ყოველთვის კარგად აშუქებს ესეთ ეროვნულ საკითხებს, ხო და ძალიან კარგი გადაცემა მიუძღვნა გუშინ ზვიადგამსახურდიას. ეს ამის მე პერსონალურად ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. იმიტომ ბერჯერ ნახე ჩვენ საქართველოს ისტორიის ანალიზას მაგრად აზრია და მე კიდევ ერთხელ მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ამ პიროვნებას ასეთი გადაცემის და ჭეშმარიტი ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს აი ასეთ ჭეშმარიტებას. ეს არის კარგი. მაშინ შეგვიყვარდება ჩვენ ტელევიზიები და დროა ჟურნალისტებმა ისწავლონ თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი აზროვნების დაფასება. უნდა დაამთავრონ პარტიული შეკვეთების გაზიარება და შესრულება. აი ამან მიიყვანა იმ ჭაობამდე, რასაც ქვია სამშობლო რომ იკარგება. და გუშინ ჩვენ ახლა რაც ვიხილეთ, მე მაგალითად ძალიან გული დამწყდა, ეს პირველ რიგში მე ვადანაშაულებ ამას სახელმწიფოს ხელისუფლებას. მე არ ვიცი ახლა 120 დღე როგორ შეიძლება იქ ამდენი ისინი დათარეშობდნენ და გამახსენდა მე 21 და 22 დეკემბერი პიროტექნიკებს ჯერ 31 მარტს და ზვიადგამსახურდიას დაბადების დღეს როგორ გაბედეთ და საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის შენობას ცეცხლი დაუშვია. წმინდა გიორგის დღეობა და შევარდა პარლამენტში. ეს იყო ძალიან დიდი სიცხლე ამაზე ის და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისი რომ აი ამ ახალგაზრდებს არ აქვს ცოდნა, არ იციან რა არის უახლესი ისტორია საერთოდ და არ იციან წარსული, არაფერი არ იციან. ეს არის ძალიან ძველი სამწუხაროდ ამას ვიძახი, ძალიან დიდი გულის ტკივილი. და მე მინდა რომ ისეთი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა ყავს საბედნიერო საქართველოში, რომელსაც ესე იგი რეკლამა რო გაუკეთო, უწყინვალეს ახალგაზრდებია, მაგრამ რეკლამას მაინც და მაინც უკეთებენ იმ ჩამყალყებულ თავისუფლების ინსტიტუტებში და ასეთ იმებში, რაღაცა დაფინანსებულ ჯიპაში ესეთი ამ ყალყებულ რაღაცას. და ეს არის ძალიან ამაზრზენის აქციელი და ეს საქართველოს აღარ მომეორდეს, მაგრამ პირველ რიგში ეს არის კიდევ და კიდევ აი ამ სახელმწიფოს ამ ხელისუფლების ბრალი. და რა ვიცი ახლა თუ უნდა დახვეთავენ მართლა რა უბედურება ასოცირდება ესეთი რაღაცა ბარდაკი იყოს ქვეყანაში. მე როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი და
გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და ზვიად გამსახურდიას აქებდა ადიდებ. ასე თუ ეს ფარისეული არ არის, ჩვენ რამდენჯერ ვთქვით, რომ კონსტიტუციური სამართლებია გასულია ქვეყანა. რატომ არ გამოიძიეთ ზვიად კარგი, თქვათ მკვლელი ვერ იპოვეთ კაცო. ხომ აღიარა თქვენმა პარლამენტარო ის იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი. დღეში რომ დაძლებდნენ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ავტომატებით ის ხალხი ვინ იყვნენ? სად არის სამართალი? ვინ გააგზავნა ის ხალხი? ხო, ვინ გააგზავნა ეს გულვას აზრებს? ყველა მიჩი, ყველა ფერი ცნობილია რა. ხო და აი ესე სახელმწიფო ვერ შედგება. ამიტომ აღარ აქვს აი ამათ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება და არავითარი სამართლებრივი უფლება მართონ ეს ქვეყანა. სწორედ ამისთვის კეთდება ეს გაერთიანება. რომ აღარ აქვს ამის უფლება სამართლებრივი, იმიტომ რომ 33 წლის მანძილზე თემურლენგი, შაჰ აბასი და აღა მაჰმადანი ერთად ვერ შეძლებდა რომ საქართველო ქართველებისთვის საფრთხის წინაშე დაკარგვის საფრთხის წინაშე დაეყენებინათ. აი ეს გააკეთეს აი ამ სამმა შევარდნაძემ, სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, აი ამ უკანონო დამნაშავე რეჟიმმა, არალეგიტიმურმა რეჟიმმა, რომელიც გასულია აბსოლუტურად კონსტიტუციური სამართლიდან. მე პირდაპირ ვეუბნები ამ ხელისუფლებას, ნებისმიერი, მოდი გახსენით, მოდი დიეთერი, ყობახიძე ხო არის კონსტიტუციონალისტი. ჩვენგანაც მოვა სამი კაცი ფერს მობრძანდით, არა ხარ ჩვენი მტრები, არ ჩვენა ვარ, ჩვენი მტრები ქართველები ვართ. ქვეყანა გვეუბნება, მოდი დავშედეთ და სამართლებრივად გავარჩიოთ. ვართ თუ არა მართლები და აბსოლუტურად ხართ თუ არა კონსტიტუციური სამართლებიდან გასული და არალეგიტიმური. აი ეს მინდოდა მეთქვა და ეს დღეს უნდა ითქვას. ხვალ ჩვენ ამის თქვის საშუალებაც აღარ გვექნება, რადგან სამშობლო ხელიდან გვეცვლება. და ჩვენ ეს 4 აი ეს ღირსეული ადამიანები, რომელსაც ახლა ხან ზაქარიაზე მომწერენ, ხან ბატონ დემუძე მომწერენ, ხან ბატონ გიგლაძე, რა გეტყვით, თითქოს მეგობრებო? მეც მწერეს მე არ მეშლება ადამიანების შროვა და 7 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან ჩრდილო კავკასიაში ვიყავ გაქცეული, დასაყრეთა დამდებენ და რა მექნება, ხო? ბატონო ზვიადმაც გაარიდა თავის დროზე ისო. ხატარი კაცი ვარ, ადამიანს ცრემშიც ვხედავ, ისეთ ვხედავ, სახელზე რო შევხედავ და ცხოვრებითაც ვხედავ. თქვენ რო შავი ჯიპებით დაბზანდებით კაცო ეხლა აი ხა ხშირად უფრო მაგრა აწევიან ხოლმე ბატონ დემოს. ხოჩევთ რომ აუ ის არისო რა ქვია ჰელსინკის კავშირში ვთქვათ, ხო? მაინც ხო არისო ჰელსინკის კავშირში. ჯო მე ხო უყურებ ამ კაცს რომ შეეძლო დილარი ყოფილიყო ჯიპებითაც ყველაზე კარგად და საუკეთესო. ეს დაიარება ეს კაცს ხო? ბატონი ზაქარია მე ასეთი ვაჟკაცი კაცია, ესეთი ეროვნული კაცია, ესეთი ჯიგრიანი ქართველი მე იშვიათად მინახავს და ასეთი პატრიოტი კაცი რომელიც კიდევ ხანდახან ელექტროენერგიის ფულს ერიქნის რა. მე ასე ვარ ფიროსმანივი ცხოვრობ რომ იცოდეთ იტალიურ ეზოში რაღაც 12 კვადრატში ნაკირავე ბინაში. მე არასოდეს მე ბინა არ მაქვს, არც მჭირდება ნეტავი ისეთ ხელისუფლება მოვიდეს, აგერ ადრე მამა ბასილი კალავიშვილმა თქვა რომ იქნება რეკომენდაცია გაუწიოთ რომ ცნობილი მფრინავი რო არის ზაურბედია რომელმაც ჩვენი საქართველოს პრეზიდენტი სიკვდილის სიცოცხლის გადააფნა ამხელეს გააკეთა ის გინა არ აღიშეს თბილისში და კვლავ ნაკირავში ცხოვრობს. ამიტომ მეგობრებო ჩვენ გინდა ნამდვილი ჭეშმარიტი საქართველო ყველა ქართველისთვის, ყველა ქართველმა და ყველა საქართველოს მოქალაქემ, ეთნიკურმა ყველა საქართველოს მოქალაქემ, ჩემს რაიონში ბევრი აზერბაიჯანელებიც არიან და ძალიან ბევრი მეგობრები ყავთ და გინდა ოსები, მე მინდა რომ ყველა იყოს, ყველა ცხოვრობდეს ღირსეულად ამ ქვეყანაში და თავაწეული და გაღიმებული იყოს. აი ამ დროს ჩვენ აუცილებლად აგიყენებთ. თავარია თქვენ კარგად დაფიქრდეთ, ზუსტად. კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ყოველგვარი პარტიულობის გარეშე გავერთიანდეთ ერთად, სიყვარულით, მიმტევებლობით და დავდგეთ და სამართლიანობით, მაგრამ სამშობლოს სამართლიანობით, ბატონო. ხო, სამშობლოს სიყვარულის გამო. ერთი რამ მინდა რა დავამატო.
აი ესეთი უცნაური მაგალითი მინდა მოვიყვანოთ ჩემო ძვირფასო. დაუშვათ ჩავთვალოთ რომ კაცი გორში დგას მატარებლის გაჩერებას და უნდა თბილისში ჩამოსვლა და არ იცის რომელ მხარეს ჩაჭრეს. ვიღაცა გამოვლეს შეკითხება თბილისის რომელია და ის ოღრაში აღმოაჩნდა რა და უთხრა რომ შემოგევლე თბილისი აგერ იქეთ არის და ხაშურისკსა დაანახა. ჩასდა ბათუმის მატარებელში. იცის დაახლოებით 45 წუთში თბილისში უნდა ჩამოვიდა 45 წუთის მერე ხო იტყვის კაცო სად ვარ? თბილისში ვარ. იქ ვიღაცა შეხვდება და ეტყვის კაცო ამ გზით ჩვენ თბილისში ვერ წახვალ და რა უნდა გნას იმ კაცმა. აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს იმ მატარებლიდან და რომელ მატარებელზე უნდა დაჭრეს? თბილისის? არა, იმ მატარებელზე, სადაც გზა გაუბრუნდა, გორის მატარებელზე უნდა დაჭრეს. მიხვდით ხო? საქართველოს 1992 წელს ამოსვეს თავისუფლების ლიანდაგებიდან გადასვეს დამოკიდებულების მონობის რელსებზე და რაც უფრო დიდხანს სივლით მაგვიმართულებით ჩემო ძვირფასებო უფრო და უფრო გაგიჭირდებათ უკან დაბრუნება შეიძლება სიცოცხლეც არ გეყოთ უკან მოსაბრუნებლად და წეში რომ კაცი დაიბნება რატო სვავს ადამიანი წეში რომ შედის პატარ-პატარა ნიშნულებს რომ გზა არ დაებნეს იქედან უკან დაბრუნდეს აქამდე აქედან უკან დაბრუნდეს იქამდე რომ ისევ დაბრუნდეს საქართველოს დამოუკიდებლობის რელსებიდან ხართ ამოგდებული და ვართ სულ ამოგდებულები ჩვენ თუ არ დაბრუნდით იქ სადაც გაგვიმრუდდა გზა შანსი არ არის ჩვენი გზის პოვნის გეთანხმებით ბატონო ბატონო მოკლედ შევაჯამოთ ახლა დღეს ჩვენ ვრცელი გადაცემისთვის ორგანიზაციულად რა უნდა გვექნა ახლა ჩვენ მოკლეს დროში გვექნება ახლა ოფისი ალბათ მე განცხადებაც გავაკეთე და ჩვენი პირველი გასვლები იქნება რეგიონებში უნდა დავაფუძნოთ ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში და შევატყობთ ყველა რეგიონს მოვიცავთ ველოდებიანი ყველა რეგიონს მოვიცავთ აუცილებლად აქ და ამ დროს ჯერ პირველ რიგში ჩვენ სწორად გვაქვს არჩევანი გაკეთებული, სწორი გეზი გვაქვს აღებული ქართულთა დიდ გაერთიანებაში, ყველა რეგიონს, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დაბას მივწოდებით და ერთი რამე მინდა უთხრა, ყველა ამ 330 პარტიას თუ რამდენიც არის რა ვიცი საქართველოს შექმნილი 333 ეს მოქმედ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებას, იმის წინა ხელისუფლებას, ვისაც ლომის წილი აქვს შეტანილი ამ სამ ძალას ლომის წილი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში უნდა უთხრათ. ბატონებო და ქალბატონებო, გეშინოდეთ ქართული ხალხის დუმილის დარღვევის, აი ამდენი ხანი რო დუმდა დაიწყო ეს პროცესი და მივა ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე. დაიმახსოვრეთ ეს კარგად. მივა. ნუ გააკეთებთ ისე, ზუსტად, ნუ გამოსცეთ ქართული ხალხის მოთმინებას, თორე შურისძიება ჩვენი დამფუძნებელზეც ვილაპარაკეთ ამაზე, იქნება შეიძლება სასტიკი და მძვინვარე გახდეს. არ არის ეს საჭირო, იმათვისაც სამშობლოა, ჩვენთვისაც სამშობლოა. ვთქვით გასაგებად, რომ ვინც ჩვენ სახელმწიფოებრიობას თქვია ესროლა, ხო? დღესაც ყელყელაობენ ესენი სადღაც. იგივე იმაში, რა ქვია, წულუკიანის კომისიაში. კაცი რომელსაც ესროლა საქართველოს დამოუკიდებლობას თქვია, აი გვერდზეულს ეხლა და ვიღაცების დაკითხვას აწარმოებს. ეხლა ვინ ჭამს მაგას რა? არ გვინდა ამ თემაზე საუბარი. ყველა ვიცით ვინ არის, როგორ არის და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს არ ჩავთოთ ამ საქმეში, ამ დიდ გაერთიანებაში. გარღვეული წრე და ჯაჭვი პოლიტიკური არ შევქმნათ და ეს 23 წლიანი პოლიტიკური თეორიიდან გამოსასვლელი გზაბილიკები არ უთხრათ, როგორც საჭიროა ისე. ერთ კავშირს დავანებეთ თავი, არც მეორე გვინდა, არც მესამე გვინდა და არც ერთი არ გვინდა, გვინდა თავისუფალი, ძლიერი, გამთლიანებული და ერთ სულ და ხორცად ქცეული ყველა ქართველი და ყველა ის მოქალაქე, რომელიც თქვენს და ჩემს სამშობლოს საკუთარ სახელმწიფოდ აღიქვამს.
მე ამითი მინდა დავამთავრო ეხლა ეს არის ბატონო გიგლა რომლებსაც ფუტკარი ვიჩრომა არ ეზარდა დიახ მე ვალთ იქამდე რა თქმა უნდა აქ ბატონმა დავითმა და ჩემმა მეგობრებმა და სტუმრებმა უკვე მოგახსენეს რომ პირველი დღე აი მეორე დღეა დღესაც ჩატარდა ეს ისა ჩვენ უკვე შევიკრიბეთ პატარა ანგარში ჩაგაბართ იმიტომ ამ გადაცემას დაახლოებით 2 საათიანი თათბირი უძღოდა ლაპარაკი და დიალოგი უძღოდა ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალე სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივ მოძრაობას უყურით საფუძველს დიალოგის ახალ კულტურას ეგრე არის ბატონო ჩვენ ველი თქვენგან წინადადებებს ამას უყურით საფუძველს ველით წინადადებებს ველით გამოხმაურებებს აქ ბატონმა დავითმა აღნიშნა რომ უკვე არის ზარები რომ ქართულთა დიდ გაერთიანებას აი თუნდაც საკუთარი კონტრიბუცია ასე ვთქვათ საკუთარი შემონაწერი აი რაღაცა გარკვეული ვადით უფასოდ დაგვითმონ ოფისი რაღაცა ალბათ იქნება ასეთი მსურველების სხვაების ჩვენ ფონდსაც შევქმნით გავერთიანდებით კიდევ და ყველა ნაბიჯი იქნება სრულიად საქართველოსთვის ღია და ყველა ანგარიში ფინანსური ყველაფერი მოხსენება აუცილებლად შევადგენთ ჩვენს ექსპერტებთან ერთად უკვე ყველა დარგში და ყველა სფეროში აი ჩვენი გარღვევაცობრად ამას ითვალისწინებს რომ განათლება იქნება ეს კულტურა იქნება ხელოვნება ეკონომიკა საერთაშორისო ურთიერთობები შევქმნით ძირითად ბირთვს ჭკვიანი, გამჭრიახი, გონება დამჯდარი და გამოცდილი პროფესიონალებისგან და შევთავაზებთ სერიოზულ პროგრამებს სახელმწიფოს არ გააკეთებენ თავიანთ თავს დააბრალონ მე რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ გვაქვს ამისი მეთოდები საინფორმაციო ომის როგორ ვაწარმოოთ, როგორ მოვიგოთ, როგორ მოვხდოთ და ყველაფერი. ასე რომ გთხოვთ, ნუ დავსარდებით დაგვიდაქით გვერდზე, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, გაწევრიანდით, შემოდით და ყველა რეგიონში, ყველა რაიონში ჩვენი დასაყრდენი ძალა ბირთვი უნდა შექმნათ და ნელ-ნელა ვემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს აი ბატონმა ზაქარიამ რო თქვას, იმ ამოვარდნილ კალაპოტს დაუბრუნდეს ისევ. დიდი მადლობა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. რაც უფრო მალე შეკითხვა რაოდენობრივად გაიზრდება ჩვენი გაერთიანება. ვით მალე უფრო თვალხმიერი იქნება რაღაც ინფორმაცია ეს ინფორმაცია რომ არ თქვა შეიძლება აი ახლა გავრცელდა მომივიდა ინფორმაცია სამ ახალგაზრდამ თბილისში გოდარში თავი ჩამოვიდა ხავდით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და ვინმე გააკეთა რეაგირება არავინ ეს ინფორმაცია უნდა მეთქვა იმისათვის რომ ალბათ საქართველოს დრო დაუდგა იმისა რომ ყველაფერი აი ეს მსგავსი რაღაცები მოიცავს რა. შეიძლება ამ თემაზე ერთი ტრაგედია. როდესაც შემოკარგებო მოგვიწევს როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან და სკოლაში იმის მაგივრად რომ ასწავლონ ოჯახური ინსტიტუტის გრევას ეწევიან და მშობლების დისკრედიტაციას ეწევიან. როდესაც ბავშვები ოჯახებში გაუცხოებულები მოდიან, ოჯახებში ბრუნდებიან და თავიანთ ოჯახებში გაუცხოებულად გრძნობენ თავს, ეს ბავშვები ჯერ კიდევ აღვიზრდელები ერთმანეთში ეძებენ მხარდაჭერას და ესეთი ახალგაზრდების ჩათრევა ნარკო საქმიანობაში და ნარკო ძალიან იოლია მით უმეტეს გარდატეხის ასაკებში და კარგად გადაიხედეთ თქვენს გარშემო. აი ეს ამას მე არ ვაზრიებ. ქართველი ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი არ ვიტყვი მე რომ ეს ნახევარია, არ ვიტყვი რომ 1/3, არ ვიტყვი რომ 1/3. უბრალოდ გადავლეთ თქვენს გარშემო ხალხს თვალი და ბავშვებს. ეს ბავშვები ბავშვობა დაკარგული ნარკომანებია უმეტესობა. გაფრთხილდით მშობლები ბავშვებთან არ დაკარგოთ ურთიერთობა. ერთხელ ერთ გადაცემაში ბატონო გიგლა, ბატონო დემური და ბატონო დავით მე ვთქვი ესეთი რამ მშობლებს ვიმართე თუ თქვენ იცით და უკვე დაინახეთ მეზობლის ბავშვების ამბავი, სხვისი ბავშვების ამბავი რომ სკოლებში შვილებს ზრდიან ოჯახის საწინააღმდეგოდ მანამ თქვენს ოჯახებში თქვენივე გენეტიკის მტრები არ ჩაუსახლებიათ, ჯობიათ გამოიყვანოთ ამ სკოლიდან და აღზარდეთ უბრალო ქართველებად.
არავითარ შემთხვევაში ამისთანა განათლების სისტემაში ბავშვის მიყვანა არ შეიძლება მით უმეტეს და განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას სკოლაში. მშობლებს მოგვართავთ. სკოლაში დაკავთ ბავშვები ბოლო მე-10 კლასიდან გარეთ აგდებენ ამ ბავშვებს, ეუბნებიან აღარიარო. და ყველა საგანში მასწავლებელს უყვანთ. მას რატო ატარეთ 10 წელიწადი? ლოგიკური კითხვა, რატო ატარეთ, რატო დაიხარჯეთ, რატო გაიხარჯეთ? თუ თქვენ შეგიძლიათ რომ 2 წელიწადში მოგემზადებინათ ეს ბავშვი და უმაღლესში ჩაებარებინა, სახლში გესწავლებიათ ადამიანო ამ ბავშვისთვის და ექსტერნად ჩაგებარებიათ ის გამოცდები სკოლის დამამთავრებლად, მაგრამ ჩვენ ხა სხვა არა, აი ზუსტად ამას ეხება. იმიტომ არის ესეთი გზავნეული ბავშვები დადიან ზუსტად ღამის კლუბებში. მე როგორც ექიმი გეუბნებით ამას. ბავშვებს აურიეს დღე და ღამე. ბავშვები ღამე ცხოვრობენ და დღე ძინავთ. კი ბატონო. და შედეგი ეს არის საბოლოო ჯამში. ანუ პრობლემა რომელზეც თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ თუ სამძიმედ ოჯახებს სრულიად საქართველოს მესმის ყველაფერი, მაგრამ ქართულთა დიდი გაერთიანება ამ პრობლემის მოგვარების მისეულ გზებზე აუცილებლად იმუშავებს სპეციალისტებთან და უპირველესად ბატონო დაკარგონ ექიმია მაღალი დონის და კვალიფიკაციის და მას ხავს ამეგობროთე რომელიც სერიოზულ პროგრამას შევიმუშავებთ სხვა ექსპერტებთან ერთად და დავდეთ რომ ასე იქნება ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სფეროში შესამუშავებელი ასეთი პროგრამები. მე ახლა უკვე მომეცით უფლება დავამთავროს გადაცემა, ისედაც გაგვიგრძელებდა ჩვენ. ეს იყო მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრა და მცირე ანგარიში ჩაბარება პირველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასება. აი ხარით.